საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური შეფასებების თემა. ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით, არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა, რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ამიტომ პირველ რიგში ბუნებრივია ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, ვაშაძეს ყველას უსურვებ, რომ არ მოუწიოთ, ციხეზე არ გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ყველა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ კამათი რაღაცა ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა. მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადო ზურა ჯაფარიძეს ამ გადაწყვეტილებებში, როდესაც პოლიტიკური ლიდერებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იმართება პრაქტიკულად ყოველდღიურად, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალიან ძალაუფლების დაკარგვის, მისი სისტემა არის ძალიან მყიფე და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ ციხეში ციხის გარეთ თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება მანამ სანამ ჩვენს ქვეყანას რუსული რეჟიმისაგან არ გავათავისუფლებთ. ისი პოლიტიკური მოსაზრებები აქვს ახლა ჯაფარიძეს, რომ ჩვენ ვერ გადავფაროთ ახლა მისი პოლიტიკური მოსაზრებები. ამ ხალხმა ხელთათმანი ესრულა საქართველოს სახელმწიფოს. თავის დროზე ეს მელიამ გააკეთა და ახლა აყვნენ ეს დანარჩენები, რომ ეგონათ, რომ ეხლა სახელმწიფო სისტემა არ მუშაობს და ასე შემდგომ. ეხლა თუ მათი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ფრთა კახარიას სახით კომისიაზე მოდის, რას ამბობს, ეს მეორე საკითხია და თქვათ იქ გაიქცა ეხლა და იქიდან ჩართვა მინდა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ხო მოდის, ხო აცხადებს თანხმობას რომ მოვიდეს. ის ვინც არ ცხადდება საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლს. აი ხო უყვართ ხოლმე რომ ერთი განსაკუთრებული მუხლის მიმართ აქვთ განსაკუთრებული ემოციური კავშირი ამ ადამიანებს, ხომ? 78 მუხლამდე 77 მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციის. ამიტომ დაიწყონ თავიდან ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომა უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში. აი ვინც იმ უცხოელ პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმა, ვინც ეს ადამიანები წააქეზეს იმაზე, რომ არ აღიარონ პარლამენტი, დემოკრატიული ინსტიტუტებს გამოუცხადონ ბრძოლა და ძირის გამოთხრა და აძლევენ ასე აკეზებენ და აგულიანებენ და თავის მხარდაჭერას წინასწარ უცხადებენ, აი ზუსტად ეს შედეგი დააყენეს ამ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა. საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ხო? შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ ნებისმიერ ქვეყანაში, ამას უპირისპირდება სათანადო სანქციები და ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში მართლაც არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში, ხო? ჩვენთან მაქსიმალური შერი არის ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხო? როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის ძიმე რეალურად თავის შინაარსით სამართალდარღვევა, შესაბამისად მას აქვს თანაშაულის კვალიფიკაცია. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენ შემთხვევაში არის ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ deep state-ი საერთოდ არ ღელავს საკუთარი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც ციხეში ყავდეს საკუთარი აგენტები. ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა.